აქედან ხო ეს? დიახ, აქ წარმოდგენილი არის სურათები, ასე რომ ძველი კომისების დროს ესავაგირო 58 წელს აშენდა და ასეთი ტიპის როგორი იყო მოგლოვარებული? კანკარისებული იყო, ეხლა წრიულია მასშტაბური. ეს არის უკვე სანამ დავიწყებდით მშენებლობა ამ მდგომარეობაში იყო ეს შენობა ეს დაუბედურებული ნახე სილამაზეც ამ მდგომარეობაში. უძიმესი მდგომარეობა იყო და ავიდეთ ამაზე. ყოფილი მაგალითად. ყოფილი მეცადეთ მაქსიმალურად, თავიდან ბოლომდე ავთენტურობა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. ყველა ის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. უსაფრთხოების ნაწილი, ხანძარწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, ეს ღონისძიებები, რაც არის სისტემები ყველაფერი დამონტაჟებულია, შრომები განათლებები დატოვეთ, ხო? ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, არის აღდგენილია აღდგენილია, როგორც იყო. შრომებებისათვის ადაპტირებულია, იქით ლიტვი არის დამონტაჟებული. პირდაპირ შეუძლიათ ზემოთ. აქამდე კომისიების დროსაც იყო, მაგრამ ეხლა თანამედროვე. აქ საინტერესო რა არის კიდე რა, აქ არსებობდა პირველადი პროექტი, რომელიც საწყისი სადგური უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის მოედანზე. და ეს შენობა ფაქტურად უფუნქციოდ რჩებოდა. და ნუ ეხლა ასეთი ისტორია, რა თქმა უნდა, უნიკალური შენობა, გულდასაწყვეტი იყო, რომ ეს არ გამოგვეყენებინა და მთლიანად პროექტის გადაკეთება მოგვიწია, რომ ეს პირველადი ეს ისტორიული სახე შეგვენარჩუნებინა და აქედან ყოფილიყო მგზავრების მიღება. აქ ყველა დეტალი მაქსიმალურად ის არის. კი, შენარჩუნებული არის, ისი შენარჩუნება შეიძლება და აქ ავთენტურობის ნაწილში მაქსიმალურად ვეცადეთ. ეს ისტორიული საბჭოსთანაც გავლილი არის ეს პროექტი და ასე რომ ამ მიმართულებით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის დეტალი. საპარკინგის სივრცეც მოეწყო, რომ სტუმრები ვინც მოეხა, რა შესაძლებლობაც იყო მაქსიმალურად გამოყენებულია, რომ შესაძლებელია მანქანები გააჩერონ, ჩამოვიდნენ და ისარგებლონ საბაგიროთი. საკმაოდ რთული პროექტი იყო, შეიძლება, მაგრამ ქალაქის ცენტრში ესეთი მასშტაბური პროექტი გაკეთება საკმაოდ რთულია. სპერეს ხომის გადაკეთებულია. გავიდე. ჭერი შეიცვალა, ჭერი ფაქტურად არ არსებობს და შეიძლება გადახურვა ყველაფერი ეს ეზოც მთლიანად მოტესტრი. დიახ, ეზო. ეგეც ისტორიულია. აქაც უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა ეზოში და მთლიანად ფაქტურად განახლება და ის პირველადი სახე რაც იყო, ეს ყველაფერი შენარჩუნებული იყო. ფანტანები აღვადგინეთ, ეს განათებებიც ძალიან ეფექტური გამოვიდა, ძალიან ლამაზი. მე განათებების დრო ძალიან ლამაზი არის განსაკუთრებით. აი ამ ადგილას იყო სახლი, საცხოვრებელი სახლი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მშენებლობიდან გამომდინარე, მოგვიხდა განსახლება, 12 ოჯახი გავიყვანეთ. გამოვისყიდეთ და იმისთვის რომ ყველანაირად უსაფრთხოების ზონები დაცული და გათვალისწინებული ყოფილიყო. ეზო მოწესრიგდა, პარკინგი მოეწყო, მოსახლეობაც კმაყოფილია, რომ დამატებით საპარკინგო ადგილების ჭირს აქვს. და
თვითონ გონდოლების რაოდენობა რამდენი? 21 გონდოლა არის ეს ტექნოლოგიურ ნაწილს რაც შეეხება ეს გააკეთა Doppelmayr-მა, ცნობილი კომპანია, რომელიც საქართველოში ბევრი პროექტია განხორციელებული. ჯამში არის 21 გონდოლა, თითო გონდოლაში 8 კაცი არის გათვლილი ერთი გონდოლა. სიგრძე ამ საბაგიროსი არის დაახლოებით 1 კილომეტრი და დაახლოებით 4 წუთი ჭირდება მთაწმინდიდან რუსთაველიდან მთაწმინდამდე ასვლას, რაც ძალიან დამატებითი მიზიდულობის ცენტრი იქნება არა მარტო ტურისტებისთვის. ვაკაციანია ხო? ვაკაციანი გადაყვანა შესაძლებელია. ვაკაციანი გათვლილი და საათში შეუძლია 1200 მგზავრის გადაყვანა. მხოლოდ წარმატება აქვს, რომ ნამდვილად იქნება ჯერ გახსნილი არ ქონდა და ბევრი ტურისტი ადგილობრივი მოდიოდა, როდის იხსნება სულ ესე მეებით კითხვებით მოდიოდნენ და ჩვენს გვიხარია რომ მართლაც უკვე დღეიდან შესაძლებელი იქნება, დღეიდან უკვე დაიწყებს ხო მგზავრების? კი ბატონო, შესაძლებელია რომ დღეიდან გაიხსნას. მთაწმინდის პარკი გაუკეთებს ოპერირებას და შესაბამისად დღეიდან 4 წუთში ხო? კი. მანქანით ამსროლთა სურვილი ნამდვილად მოიკლებს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ 4 წუთში ხარ რუსთაველიდან მთაწმინდაზე. ეს ზედა სადგური, ეხლა სადაც შევალთ, მთლიანად ახალი არის, ფაქტიურად ახალი პროექტი გაკეთდა, ნოლიდან აშენდა. ერთი კულტურული მემკვიდრეობის ზეგლი, ისტორიული შენობა ნაგებობა და მეორე მიმღები უკვე მთაწმინდაზე საერთოდ თანამედროვე ახალი პროექტი იქნა განხორციელებული, ახლა დავათვალიერებთ და ნახავთ აღნიშნულსაც. ეს ამძის რეაბილიტაციაც გვინდა მთლიანად. მან ერთი ძალიან მაგარი პროექტი გვაქვს, ეგეც დაანონსებული გქონდა. ახალი მიზიდულობის ცენტრი რო შევქმნათ, თავისი რესტორნებით, კაფე-ბარებით, გადმოსახედებით. მგონია რომ ძალიან ეფექტური იქნება და მნიშვნელოვანი და თვითონ ანძაც გასაახლებელია და სარეაბილიტაციო, მაგასაც აუცილებლად დავაკეთებთ. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ბუნებრივია ქარი იქნება ჭექა-ქოხილი და ესეთი რაღაცეები ეგ ნორმებით არის დადგენილი და ამას დაიცავენ ტრენინგები ჩატარდა. როგორ არის 14 უნდა იყოს ქარის სიჩქარე. საოპერაციო ნორმები არის 15 მეტრ-წამი ქარის შემთხვევაში უბრალოდ ნელდება და მერე ჩერდება 17-ზე ჩერდება უკვე. შესაბამისად და ჭექა-ქოხილის დროს მაგალითად ჩვენ რიყეს საბაგირო რო გვაქვს, იქაც დაახლოებით იგივე ნორმებია და იქაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვაჩერებთ ხოლმე პირველ რიგში ამ შემთხვევაში არის მგზავრთა უსაფრთხოება. ეს საყრდენები რამდენი საყრდენი გამოგვიყვება? 5 საყრდენი ავაკეთეთ ჩვენ. აბსოლუტურად თანამედროვე, ისე Doppelmayr-ის ტექნოლოგიურ ნაწილს რაც შეეხება, ეს არის აბსოლუტურად საფრთხეში ერთ-ერთი უძლიერესი კომპანიაა და და ტუვის დასკვნა გვაქვს 2021 წელს დავიწყეთ, ხო? აღნიშნულ პროექტის გადაკეთება 20-დან დავიწყეთ, დიახ, 20-დან დავიწყეთ. იქ გასახლება პარალელურად მიმდინარეობდა. რამაც გარკვეული დრო წაიღო რა ოჯახებთან მოლაპარაკება, მოდოდა რომ მაყოფილი და ბატონ კახის დრო დაიწყო რეალურად აქტიური ქმედებები განსახლებასთან დაკავშირებით და როგორც იქნა მივაღწიეთ მოლაპარაკების შედეგად რომ დაგვთანხმდა მოსახლეობა საკმაოდ კაი პირობებზე მათთვის რა თქმა უნდა. ეს არის უკვე ზედა საფუძველი. გონდოლების ლამაზი ძალიან ეფექტურია. რის ბოლოს აქ გროვდება ასე ვთქვათ გონდოლები აქ არის მათი გაჩერების ბატონო შეიგრიბება და მერე დილას გაიშლება ეს.
მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო. პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ყველას დღეს აქ შეკრებისთვის, მობრძანებისთვის. გილოცავთ ყველას, ისტორიული პროექტი დასრულდა. ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს დაუბრუნდა მისი მშვენება. რუსთაველის, გამზირისა და თაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო. 66 წლის დაწყებული ისტორია დღეიდან ახალ სიცოცხლეს იძენს. ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის შევინარჩუნოთ დედაქალაქის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი და მივანიჭოთ მას ახალი სიცოცხლე. მე იმედი მაქვს, რომ ეს საბაგირო გზა გახდება უამრავი ადამიანის ბედნიერი წუთების, მოგონებების, თავგადასავლების ადგილი. რაც შეეხება უშუალოდ ჩატარებულ სამუშაოს, საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დავიწყეთ. ეს არის წრიული, ერთბაგირიანი გონდოლური საბაგირო გზა, რომელიც წარმოადგენს რთულ საინჟინრო ნაგებობას. აქ შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული 5 საყრდენი ანძა. რა თქმა უნდა, ცალკე აღნიშნვის ღირსია რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის უნიკალური ინტერიერი, რომელიც სრულად განახლდა. ასევე უნდა გითხრათ, რომ პირველადი პროექტი, რომელიც არსებობდა, ითვალისწინებდა ქვედა ისტორიული შენობა-ნაგებობის გარეშე პროექტის განხორციელებას, რომელიც სათავეს იღებდა რესპუბლიკის მოედნიდან. რა თქმა უნდა, შემდეგ მოგვიწია ჩვენ პროექტის გადაკეთება იმისთვის, რომ ეს ისტორიული შენობა-ნაგებობა, რომელიც უფუნქციოდ რჩებოდა, პროექტი გადაგვეკეთებინა და დღეს ხედავთ, როგორი სილამაზეა და როგორი მაგარი გამოვიდა აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ. მინდა ასევე გითხრათ, რომ აშენდა ზედა სადგური, ფაქტურად ახალი, მოეწყო 5 საყრდენი ნაგებობა, მგზავრებს 21 ცალი 8 კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს დაფარავს 4 წუთის განმავლობაში. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. რეაბილიტირებული საბაგირო გზა სამართავად მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას გადაეცა და მინდა მათ წარმატებები უსურვო. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, სამშენებლო კომპანია DAX, საერთაშორისო კომპანია Doppelmayers და ყველა იმ ადამიანს, თითოეულ ადამიანს, ვინც მუშაობდა ამ მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ ულოცავ თბილისელებს ამ ისტორიის დაბრუნებას და მინდა წარმატებები უსურვო ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს, მინდა მშვიდობა უსურვო ჩვენს უმშვენიერეს სამშობლოს, ჩვენს ულამაზეს თბილისს და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი წარმატება. ახლა მინდა სიტყვა ვთხოვო ადამიანს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას, არის ძალიან დიდი გულშემატკივარი ჩვენი დედაქალაქის და ის პროექტები, რომელიც ხორციელდება თბილისში, სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება პარკები, ეს იქნება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ეს იქნება ახალი ავტობუსების შემოყვანა, ყოველთვის მხარს უჭერდა, გვერდში ედგა თბილისს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ ბევრი საინტერესო იდეების განხორციელებას ვაპირებთ თბილისთან დაკავშირებით და მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, მინდა ყველას მოგილოცოთ ისტორიული საბაგიროს აღდგენა, ამ არაჩვეულებრივი პროექტის დასრულება, პროექტის განხორციელება, რომელიც მოემსახურება, რა თქმა უნდა, თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის ასეთი ტიპის პროექტები, ყველა თვალსაზრისით ასეთი პროექტები ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ქალაქისთვის მეტი შეასრულების შექმნას, ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ცალკე აღნიშნვის ღირსია ის, რომ ეს პროექტი, ისევე როგორც მერის მიერ განხორციელებული ყველა სხვა პროექტი არის გამორჩეული გემოვნებით შესრულებული და ძალიან მაღალი ხარისხით შესრულებული. ამისათვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ქალაქის მერს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში. მადლობა
მერის თითოეულ თანამშრომელს, მერის ხელმძღვანელობას, მადლობა კომპანიებს, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი პროექტების განხორციელება, მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა ასეთი პროექტები ჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ქალაქის განვითარებას ჩვენ ყველა ვამაყობთ, ჩვენი არაჩვეულებრივი ქალაქი, ჩვენი დედაქალაქი, შესაბამისად, ამ ქალაქზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანი სვალი და პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, მომავალშიც. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ არაჩვეულებრივი საბაგირო აღდგენას. მადლობა ბატონო პრემიერო. ახლა მინდა ვთხოვო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ რაზა შარკოვს რამოდენიმე სიტყვით მოგესალმოთ. ამ ადამიანის ძალიან დიდი დამსახურება არის ის, რომ პროექტი განხორციელდა, საკმაოდ შრომატევადი სამუშაო ჩატარდა და ამ ყველაფრისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო და წარმატებები უსურვო. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით მოწვეულ სტუმრებს, მოგესალმებით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ მართლაც ღირსშესანიშნავი ობიექტის მშენებლობაში მონაწილეობა და დიდი მადლობა მინდა მოუხადო მერიას მათი მხარდაჭერის გარეშე ეს პროექტი ნამდვილად ვერ განხორციელდებოდა, იმიტომ რომ ამ მასშტაბის პროექტის მშენებლობა ქალაქის ცენტრში წარმოუდგენელი არის მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ბევრი სიძნელე გადავლახეთ ამ პროექტის განხორციელებისას. დიდი მადლობა მინდა მოუხადო ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს, კომპანია DAX, კომპანია Doppelmayers, საპროექტო კომპანიას, ქალაქ პროექტს და იმედი მაქვს, რომ ეს ობიექტი იქნება კიდევ ერთი მიზიდულობის ცენტრი არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის. დიდი მადლობა ყველას. მადლობა ზაზა. მეგობრებო, როგორც ჩემს გამოსვლაში აღნიშნული საბაგირო გადაეცა მთაწმინდის პარკს. მინდა წარმატებები უსურვო მათ და ახლა მინდა ვთხოვო მთაწმინდის პარკის დირექტორს ბატონ გელად იღმელაშვილს. ყველას მოგესალმებით. აი დადგა ეს დღე, ცოტა ვღელავ, მაგრამ სიამოვნების შეგრძნებით. ბატონო კახი, თქვენ გახსოვთ ხო, აი აქ მეორეც ვეწერ ეს კაფსულა რომ კალაპოჩი რო ჩავდეთ და იმ დღიდან ყოველ დღე ბატონი კახი, ვიცე-მერი ანდრეა ბასილაია, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ბატონი ზაზა შარკოვი, დაგის დირექტორი მიხეილ ჟვანია და რა თქმა უნდა ჩემი გუნდიც ყველა ვიყავით ჩართული, რათა ეს მშვენიერი საბაგირო კომპლექსი მიგვეღო დღეს. მე გარწმუნებთ, რა თქმა უნდა ნიკა გრძელიძე, ნიკა მაპატიე, მაგრამ განსაკუთრებულად ნიკა მინდა აღვნიშნო მისი მაღალი ჩართულობა. ნიკასთან ერთად ჩვენ მოვიარეთ მთელი ევროპა და დავწუნდით, რომ დღეს ეს ტექნოლოგია ამ ინდუსტრიაში არის ყველაზე წამყვანი, ეს არის მოწინავე, რაც ჩვენ გაგვაჩნია დღეს საქართველოში და ეს ძალიან კარგი არის. ბატონმა კახი მიმდენი ტექნიკური მონაცემები მოგაწოდათ, მაგრამ ერთი მაინც მე დავალება მივეცი გუშინ, ისეთი რაღაცა მონახეთ, რომ მარტო ჩვენ ვიცოდეთ, ქვედა სადგური და ზედა სადგური 300 მეტრითაა თითქმის განსხვავება. ეს სამი სტადიონი წარმოგიდგენიათ რა სიმაღლეზე ვართ ჩვენ. სულ სხვა აურაში ამოდიხართ ამ დალაგებულ დასუფთავებულ ლანდშაფტურ პარკში ასეთი ხედებით. დღეს შეიძლება კილომეტრაჟით იგივე არის დაცილება, მაგრამ დროში განსხვავება აღარ არის. 3 წუთში, 4 წუთში ადამიანი თბილისელი სტუმარი სიამოვნებით, თბილისის პეიზაჟებით, მთაწმინდის პეიზაჟით დატკბება და ამოვა აქ. აუცილებლად კარგ ხასიათზე იქნება და რო ჩავა, შეუძლია ფუნიკულიორითაც ისარგებლოს. აი ესეთი ფუფუნება აქვს დღეს მთაწმინდის პარკს. კიდე ერთი რამ მინდა გითხრა, ეს არ არის უბრალოდ ერთი დანამატი ის, რომელიც კარგი არის რომ გვაქვს. ჩვენ ხშირად ვაწყობთ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებებს და გვექნებოდა პრობლემები, იმიტომ რომ ფუნიკულიორის შესაძლებლობები
შეზღუდულია სერპანტინით, რა თქმა უნდა, კომფორტაბელური ავტობუსებით სტუმრები მოდიოდნენ, მაგრამ ზაფხულში ეს ყველაფერი ძნელდება, იმიტომ რომ ძალიან გადახერგილი არის ეს გზა და აქ აი ეს როგორც არტერია სხეულისთვის, აი გული და არტერია ისე იქნება ჩვენი სტუმრებისთვის და ბევრი არ ამოდიოდა იცით პარკში ამ დროს, როცა ღონისძიება იყო, იმიტომ რომ მაინც ვერ ავალთო. მანქანას ვერსად ვერ გავაჩერებო და აგერ მეტრო აქ არის, რუსთაველის მეტრო, ანუ იქ სადაც თბილისის ყველა კუთხიდან კომფორტაბელური ავტობუსები თუ სხვა ტრანსპორტით შეუძლიათ რომ მოვიდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თვალწმინდის პარკის ისტორიაში დღეს ახალი ისტორია დაიწერება დღეიდან. ყველას დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გელამ. მე მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით